გამარჯობათ. მოგესალმებით. ჩვენ დღეს სტუმრად ვარ, გამარჯობათ. ძალიან საინტერესო ადგილას და მე ღრმა დარწმუნებული ვარ, რომ იმ საკითხებზე, რასაც ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ, თქვენ ძალიან დაინტერესებული დარჩებით. და მე ველოდები თქვენზე წერილებს და გიპასუხებთ თქვენ საკითხებზე, რომელსაც დაგვიცერთ. როგორ შეგვიდით? ბატონ ზავს გადავცეთ ახლა სიტყვა, იმიტომ რომ როგორ შეგვიდით? ტელემაყურებლებს ესე იგი ჩვენ აგივსკით რომ ერთ-ერთ უახლოეს გადაცემაში შეხვდებოდით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს თანაწამყვანებს წინა წლის განმავლობაში ქალბატონ მან არზონს და ბატონ რუსტემ ატაშევს, აგერ ჩვენი სტუმრები არიან, უпроსტრო ჩვენ ვართ ეს სტუმრები. ეხლა ვკითხავთ ბატონ რუსტემს, სად ვიმყოფებით, სად ვართ და რატო ვართ აქ მოსულები? კი ბატონო, მოგესალმებით. ჩვენ ვართ თბილისში, ვარკეტილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აშენებულია ეზიდური ტაძარი და აქვე მინდა აღვნიშნო რომ სოფლიოში ერაყის გარდა, სადაც პირველად ბუნებრივად აშენებულია არსებობს ლალიში ტაძარი ეზიდური, სოფლიოში პირველად საქართველოს მიწაზე აშენდა ეს ტაძარი და ჩვენ სახელმწიფოსგან მივიღეთ ეს მიწის ნაკვეთი, ჩემი მიწის ნაკვეთი იყო და გავაკეთეთ და აღსანიშნავია ეს გარემოება, იმიტომ რომ ეს არა ამის გამო რომ აქ აშენდა პირველად და არამედ მთელ საუკუნეების მანძილზე საქართველოს და ქურთების, ეზიდების და ქართველების შორის არსებობდა მეგობრული ურთიერთობა, ძმური ურთიერთობა. აქვე შემიძლია აღვნიშნო ივანე და ზახარი ხარძელები, რომლის ბევრი წვლილი შეიტანეს საქართველოს გავითარებაში, ასევე სამაჩაბლობის პერიოდში და საქართველოს ერთიანობაში და ასე შემდეგ და აქეთა გამომდინარე ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩვენ ეზიდურ ტაძარში, სადაც უამრავი ხალხი მოდის, აქ არის გაყოფილი ორ ნაწილად. ერთი არის ტაძარი, მეორე არის საოფისე ფართი. და აქ საოფისე ფართში ტარდება შეხვედრები როგორც სამთავროებთან, მოსახლეობასთან, ხალხთან და სხვა სასულიერო პირებთან. დღეს ბატონოსთან შეგაწყვეტინებთ დღეს არის აქ პროცესი მინდა სამწუთას. ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ, ყურის ოთახში ვართ ახლა შეგამილეთ და ვატარებთ, იმიტომ რომ მოვედით და უკან ვეღარ გაბრუნდებოდით. ახლა მე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენი გადაცემა ეთერში გადის 6 მაისს. კი ბატონო. 6 მაისი არის დიდი მოწამის წმინდა გიორგის ხსენების დღე. დღეს არის მისი აღსრულების დღე და საქართველოსთვის ეს არის როგორი გითხრა ერთ-ერთი ცოცხალი წმინდანი, ქართველების მეგობარი და თითოეული ქართველი სადაც უნდა იყოს ჩვენ თუ სამი ახლომახლო არის წმინდა გიორგის ხატი ან მაგალითად არის რუსეთში, უკრაინაში წმინდა ტაძრები აშენებული წმინდა გიორგის სახელზე ვალდებული ვართ რომ მივიდეთ და თაყვანისცეთ ჩვენს წმინდა ჩვენს გმირს. კი ბატონო. და ამასთან დაკავშირებით მე მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე, წმინდა გიორგის ხსენების დღე და უსურო მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა და ბედნიერება და წარმატება. ჩვენი სტუმარია დღეს აგრეთ ქალბატონი მანან არონზონი, ჩვენ თქვით ამის შესახებ. ქალბატონი მანე გახლავთ სასულიერო პირის წოდების წარმომადგენელი იეზიდი ქურთები და თავთ ქალბატონი მანა ჩვენ შესახებ. მე ვარ იეზიდი ფირე მალყავეს აეგრი ქვია ჩვენ და ძალიან მიხარია რომ დღესდღეობით ვარ ისევ ჩვენი სასტავით ერთად და ვართ ისევ და ისევ ჩვენ წმინდა სალოცავში. ესაა ჩვენი ლალაში, ეს არის ჩვენი სიამაყე, სადაც ჩვენ ესე იგი დიდი სიამოვნები და დიდი სიხარულით მოვდივართ. და სხვათა შორის ბატონო ზალი თქვენ თქვით წმინდა გიორგიზე. წმინდა გიორგი მე მგონი ყველა რელიგიაში არის და ჩვენი ეზიდები ძალიან პატივცემ და ძალიან გუჯერავს რომ მართლა ეს წმინდა ადამიანი არსებობდა და ჩვენ თებერვალში გვაქვთ
როჯე ხარდანავი მიძღვნილით წმინდა გიორგის დღესასწაულები თებერვალში გვაქვს ჩვენ. ძალიან კარგი. ჩვენთვისაც წმინდანია. აგრეთვე საერთოდ საქართველოში ყველა ასე ვთქვათ აღმატებულ დღეს, ანუ ყველა კარგ დღეს ყველა კარგი ადგილი რომელიც უფალმა მოგვანიჭა და გაგვიგზავნა ცოცხლე თან მიხვება ხოლმე გარკვეული მწუხარება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავკარგეთ ეს იყო 22 აპრილი 22 აპრილი ხო 21-ში გარდაიცვალა სოფიას პირველი მოქანდაკე უდიდესი მხატვარი და დიდი ქართველი ბატონი ზურაბ წერეთელი. ჩვენ გქონდა ურთიერთობა ბატონ ზურაბ წერეთელთან რამდენიმე ხნის განმავლობაში მეც და ბატონ გიასაც ეს ძირითადი ურთიერთობა ბატონი პირადად ცოდა მას მრავალი წლის წინათ გაიცნო უფრო ტელეფონით იყოს ურთიერთობა. არა ისეც ხდებოდით ჩვენ ერთმანეთს. ველოდებოდით ასე რომ ვთქვათ ახლა ამინდების გამოს რომ შეხვედრა გვინდოდა მასთან და დაპატიჟებული ვიყავით ბატონ ზურაბთან. და ეს არის უდიდესი დანაკლისი რომელიც ბევრმა ხალხმა განიცადა მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ მაინც ქართველ ხალხს ედგინა. ბატონო, თქვენ რა სიტყვით თქვენს ურთიერთობაზე ბატონ ზურაბთან? ფანტასტიკური პიროვნება იყო. ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობთ, ეკოლოგიაზეც ვილაპარაკია. აი ამ თემაზე, რასაც აქ ჩვენ დღეს მოგიყვანა და სამწუხაროდ ფიზიკურად და პრაქტიკულად ვერ მოვასწარეთ მაგასთან ერთად გავიკეთებინა რაღაც გარკვეული მიმართულებით საქმე. ჩვენ რაღაც ჩანაფიქრი ჰქონდათ აქ დიდი შედევრია ბატონ ზურაბ წერეთელის ასე ვთქვათ თბილისის ზღვაზე თბილისის მუზეუმი ასე დაარქვა მას სიყვარული ქართველ ხალხმა და ჩვენ ვიყავით ერთხელ. გარშემო უნდა დაგვეთეს რაღაც გარკვეული მცენარეები და ხეები. და უნდა გეგმულად მცენარეებისათვის. აი ამ შესახებ რა სტადიაში. რას ვიტყვი რომ აი გომეოპათიაში არსებობს საშუალება რომ ნებისმიერი მცენარე თქვათ რომელსაც რაღაც გარკვეული პრობლემა აქვს აი ამ დავარქვათ წამლებით შეიძლება ამ მცენარეს ისე თქვათ აღდგენა. ალბათ ჩვენ უკვე ერთ-ერთი გადაცემაში განახეთ რომ ეს რეალობა არის როდესაც ჩვენ ძალიან საჩხერეში კაკალე ავადგენთ რომელსაც აქვს წოვანება თქვათ რაც არსებობს 200 წელი. და აქედან გამომდინარე ეს ეხება არა მარტო იმ კაკალს ნებისმიერ მცენარის რაღაც საშუალება გვაქვს. ეს სვიტორში აკაკის სახლ-მუზეუმში სვიტორი ჩვენთვის ჯერ ძვირფასი ამის გამო დიდი აკაკი სწორედ დაიბადა იმ სახლში ის კაკალის მიშკი დარგულია რომელსაც ბატონმა კი ამუკურნალა და სწორედ ეს მოსავალს იძლევა და აგრეთვე ის თქვათ რომ კიდევ ერთი ძვირფასი განძი არსებობს ჩვენთვის ქართველების რომ იქ არის აკაკის ერთი ძეგლი სვიტორში რომელიც აჩუქა საჩხერის მუნიციპალიტეტს და სოფელ სვიტორს დიდმა ქართველმა მოქანდაკემ ზურაბ წერეთელმა რომელიც სომის შესახებ საქმეს საუბრობთ და ეს საჩუქარი სვიტორელებთან ერთად აღნიშნა დიდმა ქართველმა პოლიტიკოსმა ბატონმა ჯუბერ პატიაშვილმა რომელიც ზანდებოდა სვიტორში და სწორედ ამ ძეგლის გახსნის დროს აკაკის ძეგლის გახსნის დროს და აგრეთვე ის ვთქვათ რომ ჩვენ თავისუფლად ავხსენებთ ეს ძეგლი და ესე იგი ყველა ძეგლზე უკეთესია რომელიც კი აკაკის გარშემო შექმნა და რომელიც ჩვენ გვინახავს. შედევრია როგორც ყველა ნაშრომი მისი და აგრეთვე ის ვთქვათ რომ მრავალი ძეგლი გაუხსნა ზურაბ წერეთელს არა მარტო საქართველოში არამედ სოფლიოში კონტინენტს ვერ იტყვით რომ მისი ზურაბ წერეთლის ძეგლი არ აღშენეს მას მაგრამ განსაკუთრებით ბატონ ზურაბს უხაროდა საქართველოში ასე ვთქვათ ძეგლის გახსნა საქართველოში იმიტომ რომ საქართველო იყო მისთვის ქარის და წვიმაც თოვლის და სიცხეს და საერთოდ ყველაფერი საქართველოს სუნთქავდა ბატონ ზურაბი და მიუხედავად ამისა რომ ეს იყო არა მარტო ქართველი არამედ სოფლის მშენების მოღვაწე და ჩვენ ყველა ვიცით მისი დიდებული ძეგლი რომელიც ამერიკაში გაიხსნა
და რომელსაც გლოისრემლი ეწოდა და ბილ კლინტონი მაშინდელი პრეზიდენტი ესწრებოდა და მასაც ვიტყვით რომ ბევრი პრეზიდენტისთვის დიდი პატივი იყო ზურაბ-წერეთთან ერთად ყოფნა და მისთვის ხელის ჩამოსვლაც კი. პატრონია, ეხლა ჩვენს მეგობრებთან ვართ, ჩვენ ძვირფას მეგობრებთან ერთად, რომელთანაც ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ, ასე ვთქვათ, ერთი საქმის დაწყება. ჩვენმა ტელემოყრებმა იციან ამ შესახებ. მოგეხსენებათ, რომ აქ საქმე ეხება ეკოლოგიას. პირველ რიგში კი შავი ზღვის გადარჩენას. რახან ძლიერ მამა ქვეყნისადმი ჯერჯერობით არ შეისმინეს ეს ჩვენი სიტყვა, ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ჩვენ თვითონ დავიწყოთ ამისათვის. ასე ვთქვათ, შრომა და ჩვენი დღევანდელი მოსვლის მიზეზი სწორედ ეს გახლავთ აქ. მოგეხსენებათ, რომ ბატონი რუსტემ ატაშოვი გახლავთ საქართველოს იეზდის ქურთა ასოციაციის თავმჯდომარე. ეხლა ბატონი რუსტემ გვეტყვის რა ორგანიზაცია არის ეს, რომლის წევრებიც უნდა გახდეთ ჩვენ ყველანი და დამგროვის წევრებს, მათ შორის ბატონი რუსტემი და ქალბატონი მანა ისაც არიან წევრები, პრეზიდენტები არიან. ჩვენ ვართ აგერ ახლა წარმოადგენელი 4 ადამიანი ვართ. ერთი ჩვენი ოპერატორი ბატონი ნიკა მესხიდე, რომელიც იღებს ჩვენ გადაცემას ახლა, ბატონი გია სანაძე, ჩვენი მეგობარი, გამოყრელი მეგობარი, რა თქმა უნდა ამ საქმის სულის ჩამდგარი ბატონი გიორგი ნადრეშვილი და მე თქვენი მონაწილე ზალნევსაც. აი ბატონ რუსტემ, აი ახლა რა ორგანიზაცია არის და რა წარმატებები აქვს, მე ვიცი ჩვენ ტელემოყრებებმაც ჩვენ წერათ გაზეთში გამოხმეთ ნოველა თქვენ შესახებ, თქვენი შეხვედრის შესახებ 2005 წელს პრეზიდენტ ბუშთან და მის ასე ვთქვათ თანხლεπირებთან და სახელმწიფოს მაშინ პრეზიდენტთან მასალის ცოტა იუმორისტულად გამოვიდა, მაგრამ ერთი რაც გამოვიდა ძალიან კარგად ეს იყო თქვენი სიტყვა კონდოლიზა რაისის მიმართ წარმოთქმული, მაშინ ეს გახსოვთ ამერიკის სახელმწიფო მდივანი და როცა თქვენს თხოვეთ ორი მაშინდელი ქურთი ლიდერის სახელმწიფო მოღვაწეების ერთმანეთთან შეხვედრა და აი თქვენ ძალიან ჯერ გვესაუბრეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ, რა ორგანიზაცია და ამასთან ის შესახებ რა შეხვედრა ქონდათ თქვენ მაშინ ამერიკის პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან. აი ახლა ის მოგახსენებთ, მადლობა. ორგანიზაცია დაარსდა მე-20 საუკუნეში, ისე ვთქვათ, დღემდე მოღვაწეობს და 21 საუკუნიდან ვითარებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ეკოლოგია არის უპირველე ყოვლისა ამოცანა ჩვენთვის, ყველა ადამიანისათვის, ვინაიდან პრაქტიკულად დაბინძურებულია როგორც შავი ზღვა, ასევე სხვა ზღვები და ასევე ჰაერიც და ამ ნეადერს და კი ბატონო და აქედან გამომდინარე ჩვენი ორგანიზაციის არამხოლოდ სხვა ყველა მიზნთან ერთად არის ერთ-ერთი მიზანი ისე ეკოლოგიის დასუფთავება და ამისათვის ყველა საჭირო ღონისძიების გამოყენება, ყველა საშუალებების გამოყენება და აქედან გამომდინარე ჩვენ ამიტომ ესე გადავწყვიტეთ, იმიტომ ჩვენი ინტერესი მიწა არის ადამიანისთვის და ჩვენი ინტერესია რაღაცა დავიწყოთ. ჩვენ ვიქნებით ისე თქვა პიონერები ამ დარგში, შეიძლება პიონერებიც არ ვიყოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავიწყებთ ამ დარგში და გაგრძელდება და რა თქმა უნდა დავიწყებთ მოძიება სპონსორების და ასე საშუალებების და ასე შემდეგ, ნუ ეგეთი უნიკალური ადამიანი როგორც ბატონი გია ჩვენ გვერდზეა, ეს უკვე ჩათვალეთ 60% წარმატების გარანტია და დანარჩენი ვიმდივართ ეს ნებისმიერი თავრობა, ნებისმიერი სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული ამ ჩვენი მიზანი კიდევ ის არის, რომ ორი დიდი მდინარე, მე ასე ვუწოდებ მას, რომელიც ბიბლიაში არის მოხსენებული, იოანეს გამოცხადებაში არის მოხსენებული, ითვლება 60-ის მდინარეებად, წმინდა მდინარეებად. და ბატონია აქ გარკვეული გეგმები, გარკვეული ამოცანები და სურვილიც არის ამის, რომ მოგეხსენებათ, რომ ღრმად მორწმუნე პიროვნებას უნდა გასახსენოთ, როცა ბატონი გიაზე საუბრობ და ჩვენ გვინდა ასე რომ ვთქვათ, ყველა სახელმწიფო ჩაერთოს ამ ღონისძიებაში, რომელსაც ჩავზღასანა გარკვეული კავშირი. ახლა თვითონ სადაც ეს მდინარეები მოძრაობს მიედინება, ასე რომ ვთქვათ, ტიგრას და ეუფრატი, მას შეიძლება რა კავშირი არ ქონდეს შავ ზღვასთან. მაგრამ ჩვენთან არის პიროვნება, რომელსაც აქვს კავშირი შავ ზღვასთან, ქალბატონი მან რომელსაც აქვს კავშირი, იმიტომ რომ ცხოვრობენ აქ. აგრეთვე ის 10,000-ობით ქურთი
იეზიდი, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. და არასდროს არ დაუხევიათ უკან, როცა ქართველი ერის პრობლემები იყო. ამიტომ მოვედით ჩვენ მეგობრებთან, ჩვენ ძმებთან, ჩვენ დებთან, ჩვენ საყვარელ ხალხთან და ამიტომ ბატონი გია, რომელიც ჩემი აზრით დღეს რაცაც ვკითხულობთ ახლა ლიტერატურას, აი ეკოლოგიაში. ეს რო ვთქვათ 10 ქულით და 10 ნაბიჯის წინ არის დანარჩენ ეკოლოგებს. აი ბატონო თქვენ რა სიტყვით ახლა ჩვენ შეიძლება ბოლომდე არ ვიცოდეთ სხვადასხვა ქვეყანაში რა დონეზე ავიდნენ ეს ეკოლოგები. აი მეუღლებს შავ ზღვასთან დაკავშირებით აწყდება. ნუ ეს არა მარტო შავ ზღვას ეხება, იცით, ეს არის პრინციპიალურად თვითონ მეთოდოლოგია. იმიტომ რომ ვინც ფლობს აი ამ ინფორმაციას, აი ამ პრაქტიკას გაიარა, მაგათთვის უკვე აღარ არის ნუ სხვა ეკოლოგიზებას ლაპარაკი, რაღაც გარკვეული პრობლემები, შავი ზღვა იქნება თუ ეს ოკეანე იქნება, პროცესი ერთნაირი, მაგრამ თვითონ თავარი რა არის? თავარი რა ჩვენ და სტუმრად ვართ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთ თემაზე ვლაპარაკობთ, რასაც ქვია ადამიანობის გადარჩენა. მე ძალიან ხშირად გამოდის ამ თემაზე ვლაპარაკობ, მაგრამ სხვა გზა ადამიანობას არ აქვს. დღეს თუ ჩვენ არ მიხვედეთ, თქვათ, იგივე მცენარეს, იგივე თქვათ ზღვას, იგივე თქვათ ნებისმიერ ეკოლოგიურად მომენტებს აკითხებს, ხვალდაზე ჩვენ შვილები ყავს, შვილიშვილები ყავს და ჩვენ უნდა დავუტოვოთ, ესე ვთქვათ, საშუალება აი მოვალ თაობას, რომ პრობლემები ნაკლებად გქონდეთ. მე ხშირად ვამბობ მაგას, რომ მარტო თქვათ კიბოს რაოდენობა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში 100-ჯერ გაიზარდა. ბავშვების დაავადებები 100-ჯერ უფრო გაიზარდა და ეს ყველაფერი ეხება აი ამ ეკოლოგიურ პრობლემას. იცით, ჩვენ სამწუხაროდ ყოველდღიურად რაღაც გარკვეულ საკვებს ვღებულობთ და ღმერთმა იცის იმ საკვებში და დღეს უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს, რომ რაღაც გარკვეული მინერალები არის, მეტალები არის, რომელიც ძალიან უარყოფითად მოქმედებს ადამიანის, ну, ესე ვთქვათ, ორგანიზმზე. და აი თვითონ ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და ერთი და იგივე, ესე ვთქვათ, სურვილი გვაქვს, რომ ეს ფუნქცია შევასრულოთ. და როგორც დღეს ახლა ნათქვამი იყო, რომ არსებობს რაღაც გარკვეული საშუალება, რომ დავაინტერესოთ სხვადასხვა ქვეყნის, ეს ირაკი იქნება თუ სხვა ქვეყანა, რომ იქაც იგივე იცით სურვილი გქონდეთ თქვენი საშუალებით, რომ რეალურად არსებობს ეს გზა, უბრალოდ მაგას ჭირდება რაღაც გარკვეული დახმარება. ეს იქნება ფიზიკური, ეს იქნება თქვათ სულიერი ნიშნულობა, მორალური კი. და იმიტომ ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. დიდი მადლობა თქვენ, რომ დაგვპატიჟეთ აქ, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ვამბობთ, ლაპარაკობთ იმ თემაზე, რომელიც ისე როგორც მე თქვი, აუცილებელია, რომ ჩვენი შვილიშვილები იყვნენ ჯანმრთელები. ჩვენ თავზე აღარ ლაპარაკობთ. თქვენ როგორც დიასახლისი ამ ასე წამოწყების ახლა ერთადერთი ქალბატონი გერჯერობით რა თქმა უნდა გეყოლებათ მონდევრები შემდეგში. რა სიტყვით ამ წამოწყების შესახებ? აი ჩვენი ერთობლივი წამოწყების შესახებ რას გეტყვით, რომ ჩვენ მარტო იეზიდები, ქართველები, საქართველოს მოქალაქეები კი არა, ყველას, ანუ მსოფლიოს ყველა ადამიანს სჭირდება სუფთა ეკოლოგია, იმიტომ რომ როგორ ბატონი გია ბრძანა, შვილები, შვილიშვილები იზრდებიან და ჩვენც მოხუც ხალხს გვჭირდება სუფთა ჰაერი. აი მაგის შემიძლია ვთქვა ბატონო. ჯერ მოხუცებლებთან თანაშორბდანები პრობლემა ასე. სამაკრიტიკა ყველაზე კარგია. ახლა ბატონოს ახლა ჩვენიდან არის პირველი ასე ვთქვათ, როგორც პრეზიდენტს ამ ორგანიზაციისა რა ქვია არასამთავრობო ორგანიზაციას კიდევ ერთხელ ვთქვათ ჩვენ წერმალ. საქართველოს ესთა კავშირი. საქართველოს ესთა კავშირი. ახლა თქვენ შეგიძლიათ თქვენ საკუთარ ენაზე მიმართოთ მთელი მსოფლიოს იეზიდებს და უთხრათ, რომ მიიღონ მონაწილეობა ასეთ საშვილიშვილო საქმეში. პირველ რიგში ქართველ იეზიდებს, რომელიც ამ შავ ზღვაში ცხოვრობენ, მაგრამ ეს იეზიდები საქართველოს ცხოვრობენ, რუსეთში ცხოვრობენ, უკრაინაში,
ცხოვრობენ დასავლეთ საქართველოში ბათუმი ხო მაგრამ მე გარეთ ქვეყნებს ცხოვრობენ თურქეთში და ამერიკაში კანადაში მე ყავდა მე მგონი ავსტრალიელი იოზიდის ყავდა ეს კაცი გადაცემაში და აი ყველას მიმართ ეხლა თქვენ საკუთარ მშობლიურ ენაზე 2 წუთი ექნებათ ამისთვის და Roș hera jumate, bra amiro zeratina zerat bra pështone me gishka be, bra merkitos pështone me be, hade pështone me be. Iro përse sa te gotene vaki me buna zari me buna nevjime, am të sheki bash belen, am gidishen ber barrekho hesadıkken, oke hesabuni berci vaki qarejde be, ava be virusa tedgize, cemaatame tedgize hamu cemaati, hamu benda. I netame eve vaki am sabahatan tev hukumeti tev devleta tev hamat tev veji vakim rabbar rash millet hemiskeni ber rash da dest beken paşam derbazit kanı Irak bin İran bin hamuciya kideri cemdik şekideri avheye vaki be hemiskeni bona art art ya khodiye khodi daya me benda am bendaji bordaran evi arti temiz khoyken sabıkın vaki buna neviyemeci buna milletimeci boş be. İro burada ko despebe ve hem ki bugije hamu dne hamu milleti de. Peşiyagişka Gürcistan'a. Sala frosti. იქნება გითხრათ ხუთლა თქვი პირველ რიგში საქართველოსდან უნდა დავიწყებით ჩვენი სამშობლო აქვე დავიბადე და გავიზარდე დაგვიდეთ შავი ზღვა ყველა ვიცის ყველა ისვენებს და შავი ზღვის სამწუხარო დაბინძურდა მოვლენება მოიტანა იმას მოიტანა დრო მოიტანა მაგრამ ჩვენი დაწყება დაიწყება საქართველოსდან მაგრამ გავცელდება მთელ სოფლიოში აქ გულისხმება ამერიკაც, კანადას და ასე შემდეგ, სადაც ქურთები ცხოვრობენ, ბევრი არიან და ბუნებრივია მათ შორის გადავათ ირანი, ირაკი, სადაც მდინარეებიც არსებობს, აქ მარტო ზღვის მომენტი არ არის, არამედ მარტო ზღვა გავწმინდოთ, აქ მდინარეებზეც ეხება და მით უმეტეს. აკრაგეთ თვითონ გამოხატა ინტერესი. ეს დაკავშირებული ერთმანეთთან. მე მაგით ვთქვი ბატონი გიარო ჩვენთან არის, ეს არის მეცნიერი აკადემიკოსი, რომელიც წვლილი შეიტანა და მისი ინტერესია დატოვება, მემკვიდრეობის დატოვება სუფთა მიწა. ამიტომ ბატონი საორნამოშოთ, მანამ სანამ არ შეიტანს. ეს ჩვენი ინიციატივა იყო, ხოლმე იყო ბატონი გია ჩაერთვა ვიცი რა ინიციატივას ქონა თქვენ იმიტომ რომ რა მან შეიტანა რა ესე იგი დიდი წარმატებით უკრაინოს ადამიანებს ასევე წარმატებით მან უნდა მივცეს საშუალო უკრაინოს ზღვებს ოკეანეებს ეს მისი ნიჭი ბატონო ზალიკო მისი ნიჭი რომელიც აქვს ამ ადამიანს უნდა გამოვიყენოთ და თვითონაც ამბობს რომ სრულიმა გამოვიყენოთ სასიკეთოდ ადამიანებისთვის არა მარტო ოჯახისთვის თელ სოფლიოს ადამიანებისთვის ამიტომ უნდა ვისარგებლოთ და ისე თქვათ გამოვიყენოთ მისი ნიჭი და მისი სურვილი ახლა ბატონი ეს როცა ამ თემაზე ველაპარაკებით ერთამეზე ასავსებს ხელებს რომ არაფრით არ უნდა წასვლა საქართველოსთან ის ვერ შორდება თავის ავატყობთან. მართლა ისეთი ავატყობები ყავს ზოგიერთი, რომელიც აი ისეთი იმედის თვალებით უყურებს ბატონგეს, რომ ადამიანი ქრისტიანი ადამიანი ხო არა სარწმუნოს არ ვეხება, მაგრამ გული არ გაუძლებს, რომ დატოვოს როგორც თავის ოჯახის წევრებს, ისე უყურებს თავის შვილებს, როგორც მშობლებს. და მე ვიცი ამის შესახებ, რომ რამდენიმე იყო ისე ვთქვათ, შემთხვევა ქონია, რომ ჩემი საშუალებითაც ბატონგეს პირადი კონტაქტებიც აქვს ხოლმე რამდენჯერ შესთავაზეს მას წასვლა, მაგრამ თავის კლინიკას ვერ შორდება. 4 დღე კლინიკაში მიზილი აქვს და ჩვენც ვიცით რომ სამშაბათს და ხუთშაბათს გარდა ჩვენც ვერ ვაწუხეთ ბატონგეს, იმიტომ რომ ვიცით ჩვენისი უდიდესი საქმიანობის შესახებ. არა ბევრიც ვერ ბედავს მას დაელაპარაკოს ამ დროს. ტელეფონი ამ დროს მისი გამორთულია და ხოლოდ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა უნდა იყოს, რომ ჩარტოს არ არსებობს, იმიტომ რომ გადატვირთულია რომ თქვა თამსაქმეები და არის მხოლოდ ხალხის სამსახურში. აქ არის ისე ვიცით, უნდა დაუბრუნდე კვანტურ მექანიკას. აქ არის ძალიან საინტერესო ფაქტი. ადამიანი რო იბადება რაღაცა გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილას,
იმაში უკვე შედის უჯრედის დონეზე, ატომის დონეზე გარკვეული ინფორმაცია, აი იმ გარემოს, სადაც დაიბადა. და მე ძალიან ისეთი არ მომწონს ფაქტი, როდესაც ვთქვათ, ადამიანი დაიბადა, ის სასონხეთი იქნება, აზერბაიჯანი იქნება, საქართველო იქნება და გადადის სადღაც ტერიტორიულად სხვა ადგილას საცხოვრებლად. ის ვერც გრძნობს იმას, რომ იქ შინაგანი აი ეს სიმართლე, რასაც ქვია აი ეს თეორიის რაღაცა გარკვეული მოქმედება ჩვენზე ირღვევა. ირღვევა, იმიტომ რომ ჩვენ, როგორც მე უკვე ბევრჯერ ნათქვამი მაქვს, ჩვენი ატომები, მატარებლები არიან ინფორმაციის მთლიანად სამყაროს. აი მაქსიმუმად რა ქვია და თქვენს ახალ ასე ვთქვათ მიღწევებზე და იმაზე რომ თქვენ აღმოაჩინეთ ალბათ ბევრი იწერება ამის შესახებ, მაგრამ ხელშესახები ტელეპორტაციაზე მოხდება. ხოლო თქვენ აღმოაჩინეთ ჩვენ წიგნით და წამგები. არა, მარტო მე არა ვარ. უბრალოდ დღეს ტელეპორტაციაზე მუშაობენ ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი მეცნიერი. ამის გამოხატვა, ამისთვის ან ფორმულების არის. ხოლო ერთმა კაცმა შეძელი თქვენ და მე მიხარი რომ მე თქვენს ვაწერ ხელს და დიდი ფიზიკოსი, თანამედროვე ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი ბატონი თეიმურაზ ნადარიაშვილი თქვენი მეგვარე და ამ კაცს ახლა უბრალოდ ისე მიეძალა საქმეები უნივერსიტეტში 400 მეტი სტუდენტი აქვს და ვერ ასწრებს ეს კაცი ჩვენთან და ძალიან მოგვენატრა და ძალიან გვინდა რომ ახლო მომავალში ისე ჩვენ გვერდში იყოს და ჩვენ ვაპირებთ ახლო წეხანაც გითხარით და საწყისში რაღაცემის ჩასვლას სვიტორში დღეს და ჩვენი მაშინ ჩასვლის თემა ძირითადი თემა იქნება მაინც აკაკის ახალი ძეგლი რომელიც სვიტორში დაიდგა აკაკის სახელმწიფოსთან უახლოეს ადგილას და გვინდა რომ ერთი გადაცემა იქიდან ასე ვთქვათ მივუძღათ ჩვენ სათაყვანებელ მეცნიერს პირველ რიგში იმიტომ რომ სვიტორის ასე ვთქვათ მუზეუმის დირექტორმა გვესაუბრა ბატონ ზურაბ წერეთლის ახალგაზრდულ საქმიანობაზე, როცა ფეხდაფეხ შემოიარა საქართველოს მიწა-წყალი და ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო ამის გამომდინარე ის წიგნი არ ქონდა წაკითხული რომელსაც ამ შესახებ იყო საუბარი და ჩვენ გვინდა რომ ერთი გადაცემა მივუძღათ ბატონ ზურაბ წერეთელს სწორედ მისი აკაკის ძეგლიდან და ამას ალბათ მოახერხებთ ჩვენ მაისის ბოლოს თვის დასაწყისში. მე მინდა მადლობა გადაიხადოს ჩემო თვითონ მეგობრებო ჩვენ დღევანდელი გადაცემისთვის მეორე გადაცემასაც ჩვენ წავიყვანთ ზუსტად ამ ადგილიდან, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე კაი ადგილი იმისათვის, სადაც ჩვენ გექნება საუბარი უკვე კვანტურ ფიზიკას. მე არ ვარ ფიზიკოსი, ალბათ სამწუხაროდ, მაგრამ სინამდვილეში ისე გამომივიდა, რომ უკვე 40 წელიწადი ვმუშაობ აი ამ პრინციპით, то есть კვანტურ ფიზიკას. სხვადასხვა ფიზიკის სპეციალისტმა, ფიზიკის პროფესორმა აღიარა იმის შესახებ, რომ თქვენ ხართ თქვენ გაქვთ შედეგები. ეს ნობელის ლაურეატი, ბიოფიზიკოსი, ცნობილი პიროვნება, რომელსაც ისრაელში მე გავიცანეთ და იქვე გავაკეთე ეს და რომელიც ამ ფიზიკოსმა პირდაპირ დაწერა, რომ ჯერჯერობით ამ დონეზე არა ვართ. ჩვენ გვესტუმრეს სტუმრები, რომელსაც შემდეგ გადაცემაში გაგაცნობთ და ხო, მომზადდა ბატონი დიმა. კი ბატონო, და შემდეგ გადაცემაში გავაცნობთ. კი ბატონო. ეხლა მინდა დაძრის თავარი ჩვენს მაყურებლებს ბედნიერი დღე გაგიხდეთ. ეს დღე 6 მაისს გადის ჩვენი გადაცემა 6 მაისს გავა. შეგეძლოთ წმინდა გიორგი ქართველებს ქურთებს და ყველა სიცხეში ცხოვრებ ხალხს. მადლობთ ყველასთვის, კარგად გზადდებთ. დიდი მადლობა ჩვენთან ხართ ერთად და რა ვიცი, მე მგონი ჩვენ საერთო რაღაც გარკვეული ინტერესი გვაქვს და გავაგრძელოთ ეს გზა. კი ბატონო.